პარლამენტი დღეს გენერალურ პროკურორს აირჩევს. გიორგი გვარაკიძეს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და კენჭისყრა გაიმართება. მაკუნა აბულაძე გვერდება საკანონმდებლო ორგანოდან. საკმაოდ ვრცელი იყო ის მოხსენება, რომლითაც გენერალური პროკურორობის კანდიდატი დღეს კანონმდებლების წინაშე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში წარსდგა. გიორგი გვარაკიძემ დეტალურად ისაუბრა, როგორი იქნება მისი ხედვა, პრიორიტეტები პროკურატურის მუშაობის განვითარება იმ შემთხვევაში, თუ მას პარლამენტის ნდობა ექნება. მოვისმინეთ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რაც მან დაასახელა, რომ ეს იქნება დამოუკიდებლობა და დაცულობა, რაც მისივე განმარტებით იქნება ასევე იმის გარანტი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რაც შეეხება გამოწვევებზე საუბრისას, გიორგი გვარაკიძემ დაასახელა ბრძოლა თაღლითობასთან, კიბერდანაშაულთან. მან თქვა, რომ მისი უწყების პრიორიტეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება სწორედ ახალი გენერალური პროკურორი, ასევე გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის აღსრულებაში სრულად ჩართვა. მან თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს და საჭიროც კი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ახლა ამ კანონმდებლობის გამკაცრება. მოვისმინეთ ის, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება კადრების სტაბილურობა, გადამზადება და როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ ბევრი იყო ის მიმართულებები, რომლებზეც გიორგი გვარაკიძემ ვრცლად ისაუბრა და ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება. რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაცილიერება. შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მიერ პატიმრობის გამოყენების პოლიტიკას და ვიფიქროთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდაზე. ხელშემწყობი იქნება, თუ ბრალდების მხარეს ექნება მეტი შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს აღკვეთის ღონისძიებებს შორის. საომავლოდ სამსჯელოა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებაზე. ნაკლებად მკაცრი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე. ვფიქრობ, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური გვერდის საშუალებებით მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდებს საბაზისო ინფორმაციას სისხლის სამართლის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაცია განცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებებისა და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე. პროკურორის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სპეციალიზაციის საჭიროებაზე. მიმართულებებზე, რომელთა თემატურ სწავლებასა და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრაქტიკის დროულ გაზიარებაზე. საქმიანობის ხელშეწყობისთვის, რა თქმა უნდა, საკადრო რესურსის სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლის დაცვის ძლიერი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების ქონა, წახალისების პროცესის ობიექტურობა, დაწინაურების და დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების სამართლებრივი სისტემა ამ სტაბილურობის ხელშემწყობი და წამახალისებელი საშუალებებია. საკადრო რესურსის შენარჩუნებასთან ერთად ახალი თაობისთვის უნდა გავზარდოთ პრაქტიკის გავლის ხელმისაწვდომობა. აქვე ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა. ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა. მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. თაღლითობა და კიბერდანაშაული ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია. მუდმივად იცვლება მისი ჩადენის ხერხი, საშუალებები და მტკიცებულებათა განადგურების შესაძლებლობები. გამოწვევაა კიბერდანაშაულიც, რომლის ჩადენის მეთოდები და დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები ყოველდღიურად იხვეწება. ხშირად კი ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებს. კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია უწყებათა შორისი თანამშრომლობის გაძლიერება. სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. ვფიქრობ, საომავლოდაც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა შეხავათების გამოყენების შესაძლებლობა.
22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა პროცედურულად მას შემდეგ რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატი კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებს საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო იმისთვის რომ ქვეყანას ახალი გენერალური პროკურორი ჰყავდეს. მადლობა მაკუნა აბულაძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ